ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა EPI და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეციტრუსეთა ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. ფორუმზე ციტრუსის მოყვანის მეთოდების, ექსპორტის გაზრდის გზებისა და მიწოდების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრეს. ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროგრამების ფარგლებში 3000-მდე ფერმერმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარა და 29 ფერმერთა გაერთიანება ჩამოყალიბდა. ფორუმის მომხსენებელთა განცხადებით, რიგ ქვეყნებთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები $100 მილიონი ღირებულების მანდარინის ექსპორტზე. მანდარინის სექტორში ყველა მოთამაშის ერთად თავშეყრა და დღევანდელ დღეს არსებული პრობლემების თაობაზე საუბარი, არსებული მდგომარეობის განხილვა და ასევე ჩვენი პროექტის შედეგების განხილვა, რადგან ეს უკვე ბოლო წელიწადია ჩვენი პროექტის, ჩვენ გვინდა რომ ეს შედეგები გავამხილოთ და ვისაუბროთ მომავალ პერსპექტივებზე. თუ ექსპორტზე გავამახვილებთ ყურადღებას მემცენარეების კუთხით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, როგორც აღნიშნე, მანდარინი და მთლიანად ციტრუსი, ამიტომ მის მოვლა-მოყვანას, მის გადამუშავებას, ტრანსპორტის ლოჯისტიკის საკითხების მოგვარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. და სწორედ ეს ფორუმი მიზნად ისახავს, რომ ყველა რგოლი გაერთიანებული იქნას ერთობლივად, რათა დაისახოს ღონისძიებები შემდგომი სეზონების წარმატებით მუშაობისათვის.